პირველი არქის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას ახალ ამბებს 10 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. დაწყებით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 27 მაისამდე შეწყდა. ამ პერიოდში დაწესებულებებს დეზინფექცია ჩაუტარდება. სასწავლო პროცესის შეჩერება ენტეროვირუსული მენინგიტის შემთხვევების მატებამ გამოიწვია. სწავლის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწავლო დაწესებულებების დამუშავების პროცესი მონიტორინგის დღეიდან დაიწყება. დღეიდან 2095 სკოლაში შეწყდება სასწავლო პროცესი 2 დღით იმისათვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ამ ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, სკოლების სანიტარო-ჰიგიენური დამუშავება მოხდეს და უკვე პროცესის განახლებას, რომელიც იქნება 27 მაისიდან შევხვდეთ მომზადებული. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე დაიხურება ყველა ბაღი, შეწყდება სასწავლო სამსახურო პროცესი და უკვე ამ სამუშაოების ჩატარების შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი.